მოგესალმებით. Ჩვენს მეგობრებო. ტაროს კუთხეების ჩემი გვერდი. პირადი მოსვლაცივე არის პასიანი და ვნახოთ. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება? პირველი, მეორე და მესამე ვარიანტი. პირველი, მეორე, მესამე. ამერე გამოვიყიდოთ ახლა ჩვენ. და ეს სამაქვსი ძახი და არასდროს არაფერს არ ვაჩვენე. კარგით. ისე რო ვფიქრობ პირველი ვარიანტი ჯერ ეს ვთქვათ, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი ცხოვრებაში როგორიც არის ადამიანი. ძალიან ნათლად ჩანს ყველგან, ხო? ვინც აირჩია რა უნდა გავითვალისწინოთ ასე ვთქვი, ხო? თუ რას უნდა ვაქციოთ ყურადღება. ორივე სიტყვა. ის უნდა გაითვალისწინოთ, რომ ძლიერი ხართ. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება? თქვენს ენერგიებს გენაცვალეთ და თქვენს გეგმას, რომელიც უკვე შემუშავებული გაქვთ. რა გსურთ ცხოვრებიდან რომ მიიღოთ. აქ ყოველ შემთხვევაში ძალიან ენერგიულად, ძლიერად, ზუსტად იმ პოზიციაზე მიფიქსირდებით, რომ წინ მიდიხართ. წინ, სულ ესეთი რაღაცები არის. ძირითადად შეგიძლიათ მაინც შინაგან ხმასაც კი უსმინოთ. მე გეტყოდით მედიტაციები შეგიძლიათ ვინც იყენებთ, კაცო, ვინც არ იყენებთ რა რაღაცა ხო გაქვთ. რაღაცა ლოცულობს და ასე შემდეგ, ხო? და შინაგანი გამოცდილებას ცხოვრებისეულ თქვენს თავს მოусმინეთ ამ შემთხვევაში, ხო? თუმცა თქვენში არის ზუსტად ის რესურსი, ის სიბრძნე, რაც გჭირდებათ ამ ეტაპზე. პირველი ვარიანტისთვის ეს იყო სასწაული არის, ძალიან კარგი. მეორე ვარიანტი ვინც აირჩია თქვენ შემთხვევაში. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება? ნამდვილად გაითვალისწინოთ. სამეგობრო თანამშრომლები და საზოგადოება, კომუნიკაცია, მე ესე გეტყოდით. თუ მამაკაცები არიან თქვენს ირგვლივ და ეს მეგობარი მამაკაცებია, ესეც შეიძლება რომ იყოს, ხო, ან თანამშრომლები. ყოველ შემთხვევაში ამ თემაზე გიფიქრიათ, ან მეტი დაფიქრება გმართებთ, ასედაც შეიძლება რომ გითხრათ. აქ მიფიქსირდება, გათვლილი კი არა. ძალიან გაწონასწორებული ნაბიჯები, მოქმედებები, ურთიერთობები. ეხლა გეტყვით, რატომ ხდება ეს ყველაფერი? ნახეთ, თქვენი იდეები, თქვენი წამოწყება. ეს უკავშირდება რაღაც სიახლეს, წარმატებას, გამარჯვებას. და აი აქ შეგიძლიათ ყველაფერით ერთმანეთს რაღაც დაუკავშიროთ, აი ამას მიაქციოთ ყურადღება, ბევრი რაღაცები. დაუკავშიროთ ერთმანეთზე, კი იფიქროთ ამაზე და თქვენ პასუხებს ამ ყველაფერს მიიღებთ. თუმცა ის რასაკითხებიც გაქვთ და იდეებიც გაქვთ და წამოიწყებთ. და მომავლისთვის, რასაც ფიქრობთ, თითქოს რაღაცა საფუძველს უყრით, ესეც შეიძლება. ეს მოგიტანს ძალიან დიდ წარმატებას და მოგებას. აი აქ მიაქციეთ
საზოგადოებას უფრო ყურადღება. ეს არ ნიშნავს სიფრთხილეს. კარგი, რატომ ასე დაფიქსირდა? შეიძლება აქ მართლა რამეს აკეთებდეთ და უბრალოდ მოდი ესე გეტყვით, თუ ღირს 10 ლარი, თქვენ არ გადაიხადოთ 20 ლარი. ესეთი რაღაცა ვარიანტი გიფიქსირდებათ. ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი წარმატება მეორე ვარიანტი აქვს, რასაც ჩაიფიქრებთ და წამოიწყებთ. თითქოს უკვე წამოწყებული. მესამე ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრა თქვენ შემთხვევაში, რაც მომექცეთ ყურადღება. ხო. მესამე დაგჭირთ. მესამე ვარიანტი. სამწუხაროდ მესამე ვარიანტი არ მომეწონა. უბრალოდ მე ასე გეტყოდით, არასწორ ადგილას, არასწორ საკითხებზე ფლანგავთ თქვენ საუკეთესო დროს. აქ შეგიძლიათ თუ იმეს გაქვთ რამეში დასამტკიცებელი, კი ბატონო, თქვენი უდანაშაულობა, თქვენს გულუბრყვილობას თუნდაც, ამას მიაქციეთ ყურადღება. თქვენ თვითონ როგორ არის იცით, შეიძლება თქვენი ამ საქციელის გამო ხართ გადაღლილი ისჯებით თუ რაღაც ესეთი მომენტი გაქვთ, გამიგეთ? მე უფრო გეტყოდით ენერგიას მიაქციეთ ყურადღება, რაში ხარჯავთ, რატომ? იმიტომ რომ უფრო დეპრესიული, შფოთვა რაღაც ესეთი დამოკიდებულება გაქვთ უკვე და ეს არ არის ის, რაც ადამიანს მოდი ჭირდება, ხო? განვითარებისთვის. რაღაც თქვენთვის ხართ, შეიძლება თქვენეული ვერსია გაქვთ უბრალოდ ცხოვრებისეული, მაგრამ ეს არ არის ვარდისფერი სათვალე. ძალიან რთულ და მუქ ფერებში ხედავთ ყველაფერს. მე ვფიქრობ, რომ რაღაც მსხვერპლის როლში უფრო ხართ და მსხვერპლის როლში უფრო წარმოაჩენთ საკუთარ თავს და არა მოიშორეთ მსხვერპლის როლი. აქ მესამე ვარიანტი. რატომ ხართ ასე კიდევ? რატომ? ხო. არ არის გამორიცხული ვიღაცას ან პირადის გამო არის ეს და შეიძლება გეგონათ სწორად იქცეოდით და რაღაცები გამოგივიდათ, ხო? მაგრამ ეს მსხვერპლის როლი მოიშორეთ. თქვენ უფრო ამძიმებთ ახლა რაღაც მდგომარეობას, ვიდრე რეალურად არის. ნახეთ, როგორც ქუხს თუ ჭექა ქუხილზე რომ არის ნათქვამი, ისე არ წვიმს რაღაც ისე ხო თუ როგორც ბრახუნებს ისე არ წვიმ. მიხვდებით და ამავჭყდა უკაცრავად ბოდიში. ესეთი მდგომარეობა, როგორც გრუხუნებს, ისე არ წვიმს რაღაც ესეთი ხო არ გამონათქვა. ნახეთ, თქვენ უფრო ნახეთ აპაუზებთ თქვენს თავს. თქვენ უფრო ქმნით ამ პრობლემებს. თითქოს ქვეყანა ჩამოიქცა და არ ჩამოქცეულა ქვეყანა. უბრალოდ გადაღლილი ხართ. ამას მიაქციეთ ყურადღება. რატომ? იმიტომ რომ ძალიან მიამიტურად მოიქეცით. ძალიან ბავშვურად მოიქეცით შეიძლება. ან უბრალოდ ძალიან თქვენებურად მოიქეცით. არც მიამიტობაში და ბავშვობაში არ გადის ეს, მაგრამ თქვენებური ხასიათი უფრო გაქვთ. თუ პირადში არის, აქ ფიქრობთ, რომ ცალმხრივი არის თქვენი გრძნობები. მე მიყვართ და მას არ ვიყვარდი. ხო და ცალმხრივია, ვისაც პირადი მაინტერესებს. არა, ცალმხრივი არ არის. ცალმხრივი არ არის, ეს უკვე გასარჩევი საქმე არის აქ. რატომ ფიქრობთ ასე და რატომ მოხდა ასე? რამ გამოიწვია ეს ყველაფერი? აქ უნდა იპოვოთ მიზეზი. ის კი არა, რომ თქვენ დაუშვით არა შეიძლება თქვენს დაუშვით მე ახლა ვერ დავკონკრეტდები ამ კონკრეტულ სიტუაციაზე მდგომარეობაზე.
უბრალოდ აქ უნდა ეს ყველაფერი გაანალიზოთ და არც ასე, მოდი ასე ვთქვათ, არ იქცევა ქვეყანა, ხო? არ იქცევა ქვეყანა ნამდვილად. აქ ორმხრივია ჩემო კარგებო. ორმხრივი. უბრალოდ აქ არის პრობლემები, მიზეზები, რაღაცეები. რაც ასე გაფიქრებინებთ თქვენ და ეს რა არის უკვე მოსაძებნია, ხო? ეხლა დავუშვათ მეორე პიროვნება არის ძალიან არასერიოზული მაგალითებისთვის კეთყვით. არ არის გამორიცხული, ხო? სხვათა შორის მე მახსოვს ერთხელ ერთმა ადამიანმა ესეთ რაღაცა მითხრა. რომ აი მეო ცოლსო რომ მოვიყვანო, მე რაო ეს ცოლი არისო და ქალებში რომ გავივლიო, ესო პრობლემა არ უნდა იყოს ჩემი ცოლისთვისო. ნახეთ? და ყმა ჩამომიყრდა რა მეთქი? ეს არის საერთოდ რავი რა კატეგორია, ჩემთვის მიუღებელი კატეგორია. შეიძლება ვიღაცა ფიქრობს, ეხლა ვიღაცამ აიტანს არიანკაც ესეთი, ჩემ ძმაკაცო ზუსტად ესეთი ცოლი ყავსო და ცოლმა იცის რომ ესო დადისო, ის ცოლიაო და იცის რომ ცოლიაო. გაიგეთ რას ლაპარაკობდები. და ესო რომ დადისო, მე რაო, რა მოხდაო? და ნახეთ, ამანაც მოსინჯა ესეთ რაღაცეები. ერთთან, მეორესთან, მესამესთან და ვინც შეხვდა პარტნიორები, ვერც ერთმა ვერ გაიგო ეს თემა. და ყველამ, რავი, დაგიდა ერთი ადგილით. ხო. ამიტომ არ არის, ეს არის უკვე მისი, ნახეთ, კი, სხვა რაღაცას ამბობს, მაგრამ ეტყობა ადამიანებს ვერ არჩევს მაშინ სწორად. იმიტომ ვინც შეარჩია, იმ ხალხს ამისატანა არ შეუძლია, ხო? აი რაღაც შეიძლება ეს არის მიზეზი. ამ დაგვარი რაღაც მიდგომები მისი მხრიდან არასერიოზული, თქვენი მხრიდან სხვა და უკვე რა თქმა უნდა, ხა ნორმალური ადამიანი ამას მიიღებს შეურაცხყოფად. შეურაცხყოფა არის, აბა რა არის. დაუფასებლობად, ხო? თუმცა მოდი არ ვიდაოთ მაგაზე, ვიღაცისთვის შეიძლება დაფასება არის, იმიტომ რომ მისი მეუღლე ესე ძალიან არ აწუხებს, ყველაფერს არ აკადრებს. რა გავაკეთე ახლა? მეცინება და რა ვქნა? ხო, ამიტომ ვისაც ჩემნაირად აზროვნებს, ეს ახლა ჩემი აზრი, რაც ვასკენ ჩემი აზრი რა, აზე ლაპარაკობენ, ასე ამბობენ და ვიღაცისთვის ეს მისაღებია, ვიღაცისთვის არ არის. მე მეცინება მაგალითად. ჩემი რეაქციაც ხო უნდა იცოდეთ, მეცინება. არა, პირად გაშლაზე თუ იგივე ფორმატით მოხვალთ, არ გამეცინება, გვირდებით, სულ სხვა რეაქცია მექნება, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უპირველესად მე ვარ პროფესიონალი და ესეთ რაღაცები ჩემთან არ ხდება პირად გაშლაზე, მაგრამ ახლა თუ ეს ჩემს ცხოვრებაში სიტყვაზე უნდა მოხდეს, ან მე მესაუბრებ ადამიანი ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ესეთი რეაქციები მექნება. აი ამას შესაძლოა. ხო და არ არის გამორიცხული აი აქ გარდა ამისა, ნახეთ, თქვენ გაიგეთ რამე დაუშვათ არასწორად და ამ ადამიანმა სიტყვით ნებისმიერი საკითხი, ნებისმიერი მე მაგალითებიც მოგიყვანეთ და ასე შემდეგ. ამიტომ აქ ასე არ არის, აქ ორმხრივია, შეიძლება აქ იყოს მართლა მესამე და ვიღაცა მაგიური ზემოქმედებები მოახდინა დაგაშოროთ და ასე შემდეგ. ესეც შეიძლება იყოს, ხო? მესამე ვარიანტია. დაისვენეთ, დაფიქრდით, დაისვენეთ. უსაშველი არ ჩდება ნამდვილად. ვინც ვერ დაგაფასათ, შეგიძლიათ მიაბრძანოთ ერთ ადგილას. ქალები საყურადღებოთ და მამაკაცებს გმართებთ ცოტა მეტი პატივისცემა გამოიჩინოთ საკუთარი თავების მიმართ. თქვენი პატივისცემა არავის არაფერს სჭირდება. აგემშვიდობებით.